დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დედოფლისწყაროს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიიღოს სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაციები. გასინჯეს პაციენტები, ჩაუტარეს დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო მომსახურებით 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. პროექტი თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით განახორციელა. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება მოსახლეობისთვის ყველა რეგიონში. ქვეყნის ყველა რეგიონში სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ჩვენი დედოფლისწყაროს ვიზიტი. მნიშვნელოვანია ეს პროცესი იმისათვის, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ ქრონიკული დაავადებები, რომლის მკურნალობის დაწყება დროულად არის ძალზე მნიშვნელოვანი, პრევენციას გაუწევს შემდეგ დაავადებების გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის, აქტივობა ძალიან მაღალია. რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ხშირად მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გავაკეთოთ მოცვა ამ მიმართულებით. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც მოგეხსენებათ საქართველოს განაპირა კუთხეში არიან, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს სამედიცინო აქციებს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა იზრდება ჯანდაცვაზე და სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ჩვენი მოსახლეობაზე, მათ ხელმისაწვდომობაზე და თქვენ ნახეთ უამრავი ადამიანი იყო. ეს არ არის მხოლოდ აქცია, რომ მოხდეს პაციენტების, ასე რომ ვთქვათ, დიაგნოსტიკა, არამედ ეს მნიშვნელოვანესი ფაქტია, მაგრამ ასევე აქ ხდება ადრეულ ეტაპზე ყველა იმ დაავადების გამოვლენა და შემდგომში ხელშეწყობა ამ პაციენტების, რომ მათ მიიღონ მაღალკვალიფიციური დახმარება პროფესიონალებისაგან. მომსახურებების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გასვლები რეგიონებში. ჰოლდინგთან და რესპუბლიკური საავადმყოფოს ფარგლებში შეუერთდა ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, წარმოდგენილი არიან პედიატრები, ყელყური, ეხოსკოპისტი და ნევროპათოლოგი. შესაბამისად მოხდა ბავშვთა კონტინგენტის გასინჯვა, დიაგნოსტირება და შემდგომი კვლევებისთვის საჭირო დანიშნულებების და მიმართულებების მიცემა.